საღამო მშვიდობის დღეს თავგადასავალი სტუმარი პოლიტიკოსი ფიქრია ჩიხრაძეა და დარწმუნებული ვარ თქვენთან ერთად მოვისმენ მისი ცხოვრების საინტერესო თავგადასავლებს. ფიქრია, ძალიან დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. საინტერესო იქნება ჩვენი მაყურებლისთვის პოლიტიკის მიღმა, ანუ საჯარო ცხოვრების მიღმა, ესეთი საინტერესო თავგადასავლების გახსენება. თან მით უმეტეს თქვენი პოლიტიკოსთა რიგს მიეკუთვნებით, ვინც ამ ქვეყანაში რაღაცა ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანი ამბების უშუალო მონაწილე იყავით ხოლმე. პირველ რიგში გკითხავთ პოლიტიკის მიღმა, როგორია ფიქრია ჩიხრაძე, თუ გაქვთ რაიმე ისეთი ინტერესი, რაც აი რაღაცა გარკვეული დროის განმავლობაში გავიწყებთ პოლიტიკას. ხო, პოლიტიკა თან ჩვენს ქვეყანაში ისეთი რამეა, რომ არ გტოვებს მიღმა. კი, ნამდვილად. არც არაპოლიტიკოსებს კიდე და სადაც არ უნდა ეცადო, რომ გადაემალო ცოტა ხნით, მაინც მოყვება, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. აი ეს რაღაცა სიმძიმე, რაც დაყვება ჩვენს ცხოვრებას. რაღაცნაირად ისე გაწევს მართლა მძიმედ ყველგან, რომ ვერ თავისუფლდები ამისგან სამწუხაროდ. მე ყოველ შემთხვევაში სასე დამემართა და აი ბოლო წლები სულ უფრო და უფრო ვაკლდები ჩემთვის საინტერესო რაღაცებს, რაც მიყვარდა ძალიან ყოველთვის. მიყვარდა და მიყვარს დღემდე ძალიან მეგობრებთან ერთად გასვლა სადღაც. ან ისტორიული ძეგლების მონახულება, ტაძრების მონახულება, ან უბრალოდ ქართული სოფლები. აი, სახელი რო ჩაგრჩება რაღაცა ქართული სოფელის და მინდა რომ ამ სოფელში წავიდე, მინდა და ჭერემის ნაქალაქარი მაინტერესებდა სულ მთელი ცხოვრება. და ვერასოდეს ვერ მოვხვდი, იმიტომ რომ გზის პრობლემა იყო ასე შემდეგ. და ერთ-ერთი ჩემი მეგობარი, რომელსაც მაღალი გამავლობის მანქანა აქვს, ერთხელაც მოვიგდეთ ხელში და ვიყავით და ეს არის როგორი შთაბეჭდილება აი მე საოცრება არის ჯერ ერთი ხო ვიცით ბევრი რამე ამ კახეთში ბევრი ლავერდია და გრემია და ნეკრესია და მაგრამ ამ ტყეღრეებში იმდენი ძეგლია მიმალული იმდენი რომ და თან ესეთი არის ფიქრო რომ სადღაც მე-16 მე-17 საუკუნეში აშენებული მე-6 მე-7 მე-8 მე-9 ამ საუკუნეებს არ ცდება და ეს ჭერემის ნაქალაქარი საერთოდ ვახტანგ გორგასლის სახელს უკავშირდება საეპისკოპოსო იყო და ბევრი ვიარეთ ბოლოს დაგვაღამდა და ნუ აღარაფერი გარშემო აღარ ჩანს მეთიც Google Maps-აც ვერ იჭერ რომ ამან მიგასწავლოს რაღაცა და აი ფარნრებით სადღაც მე მგონი ვიყავით საუკუნეებს მიღმა თქო ეგეთი განცდა მქონდა იმიტომ რომ მივაკვლიეთ მაინც ტყეში ას და აი რაღაც ისეთი უცნაური მისტიური ძალიან შთამბეჭდავი შეგრძნება იყო ამ შუა ტყეში საუკუნეებს რომ პრაქტიკულად ესაუბრები, ეხები, ელაპარაკები და ლოცულობ ერთ-ერთი გამორჩეული შთაბეჭდილება დარჩა ჩემს ცხოვრებაში შეიძლება ითქვას რომ არ ხუნდება არასოდეს ისეთი ვიცი რომ წარმოშობით ხართ რაჭიდან და ბავშვობის წლები გაქვთ ონში გატარებული. სკოლაში მთავრე და თქვენი ბავშვობა მინდა აი ყველაზე მძაფრი მოგონებები ბავშვობის წლებიდან რო გაიხსენოთ. იცი რა ჩემი ბავშვობა ღრმა ბავშვობიდან მახსოვს და ყველას უკვირდა რომ ვამბობდი რომ მე მაგალითად მახსოვს 4 წლიდან ნამდვილად მგონია რომ უფრო ადრე წლებიც მახსოვს, იმიტომ რომ მე მახსოვს ხელში აყვანილი ჩემი თავი. მართლა? ხო. აი ბავშვი ხელში აყვანილი როგორ აღიქვამს გარემოს ეს აღქმა მახსოვს მე დედა სტუდენტი იყო მაშინ და ბებიებთან, დიდბებიებთან, დიდბაბუასთან რაღაცა მქონდა ძალიან ესეთი უშუალო ურთიერთობა და ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ამ ყველაფერმა. ჩემი სოფელი არის რაჭის ზემო რაჭაში გომი. ჩვენი სახლი აღარ არის ძველი იყო ძალიან და დაინგრა, მაგრამ
ძალიან ხშირად სიზმარში ვნახულობ, რომ ის სახლი დგას და ამ სახლში ვართ. აი ეს მოხუცები, რომელთთან ურთიერთობაც იყო, რა ვიცი, აი საოცრება მართლაც და აი მახსოვს ცხენზე ამხედრებული პოსტალიონი თედო ბაბუა, რომელიც აი სულ ველოდებოდი, როდის ჩამოივლიდა, რომ ცხენზე შემოვესვი და გავესეირნებინე მახსოვს და მინდოდა რომ პოსტალიონი გამოვსულიყავი მაშინ ისე მომწონდა კამპა მახსოვს ურმის ჭრიალი აი რაღაც მოსავალი რომ მქონდათ დღემდე ძალიან ძლიერი ემოცია მაქვს საქონელი რო ბრუნდება ნახირი და ზანზალაკების ხმა და ეს ხმები რაღაცა აი ნელ-ნელა იმას რაღაცა 64-ის ხმებივით ჩარჩა ჩემს მეხსიერებაში და რაღაც ბევრი რამეც ალბათ განსაზღვრა, იმიტომ რომ ჩემი დიდი ბაბუა ოქროპირი იყო, 104 წლის გარდაიცვალა და ძალიან ბევრს მელაპარაკებოდა. ამ ლაპარაკიდან ახლა ბევრი რამე არ მახსოვს ცხადია, მაგრამ მე ძალიან მიყვარდა მასთან ურთიერთობა და მახსოვს ერთი რამე, რომ ელექტრონის ბოძები ხო ყველგან დგას და იდგა ჩვენს ეზოშიც და მეუბნებოდა რომ ბაბუა უნახეო კომუნისტებიო ეკლესიას ებრძვიანო, მაგრამ ვერ გაექცნენ მაინც და ჯვრები დადგეს თვითონო. აი ესეთი ბოძები იყო, ხო? მე მაშინ ცხადია ვერ ხვდებოდი რას მეუბნებოდა, რა უნდოდა ამ ადამიანს, მაგრამ ეს ჩამრჩა ძალიან და ჩამრჩა და მე ნელ-ნელა მივხვდი ცხადია რასთან კონდა საქმე და რწმენის პირველი ასე ვთქვათ ნიშნები ჩემში მაშინ გაჩნდნენ, რომ ბაბუა ლოცულობდა ძალიან, ბებია ჩემებიც გარშემო ყველას ხედავდი, რომ ყველა ლოცულობდა და მეც მეგონა, რომ მაგალითად რაღაც პატარა ბუჩქი მქონდა შერჩეული ჩვენს სახლთან და იქ მეგონა, რომ ლოცულობდი მეც რაღაცა, მეცი TV-ს ღერებით ხანდახან დანთებასაც ვცდილობდი. მაშინ გამიჩნდა ფიქრი გარდაცვლილებზეც, იმიტომ რომ ამას ხედავდი, რომ მოხუცებიდან ვიღაც გარდაიცვლებოდა და მე ძალიან ბევრს ფიქრობდი და მახსოვს ეს ჩემი შეგრძნება, რომ თითქოს მინდოდა რომ ბევრი მეფიქრა მათზე რომ მარტო არ ყოფილიყვნენ და რავი აი ეს იყო წანამძღვრები შეიძლება ითქვას ჩემი სოფლ აღქმის შემდეგში როგორადაც ჩამოვყალიბდი. სკოლის მოსწავლე დარწმუნებული ვარ იქნებოდით ესეთი წარჩინებული და თვალ წარჩინებული არ ვიყავი, ხო? არა, ძირითადად წარჩინებული ვიყავი, მაგრამ აი რასაც ქვია ხუთოსანი, ესეთი არ ვიყავი, იმიტომ რომ ბევრჯერ ვიპარებოდით სკოლიდან, სუპატარებიც კი ვიპარებოდით სკოლიდან და დავდიოთ ახლა რაჭაში სანახავს რა გამოვლეს, ხო? და ბევრს ძალიან და ისეთი ამბავი იყო, რომ სკოლა და მშობლები სულ დაგვეძებდნენ. ჩემთან დაკავშირებით იყო ესეთი რამე, რომ თან კარგი მოწაფე და თან ესეთი უდისციპლინო რაღაცა არ ჯდებოდა ერთმანეთში და დიდი კონფლიქტები იყო ამასთან დაკავშირებით. ბევრი კარგი მასწავლებელი მყავდა და ამ მასწავლებლებმაც ჩემ ცხოვრებაში სერიოზული კვალი დაამჩნიეს. ქართულის მასწავლებელი მყავდა, ბევრი იცნობს და ბევრისთვის არის რაღაცა ცხოვრების მასწავლებელი შუქურა ჯაფარიძე, საოცარი ქალი, ლიტერატურის, პოეზიის გამორჩეული სიყვარულით, ბობოქარი, თავისუფლების სიყვარულით და ისეთი დაუმორჩილებელი, იმიტომ რომ მაგალითად მე სკოლა ისე დავამთავრე, რომ კომუნისტური ნაწარმოებების უდიდესი ნაწილი არ ვიცოდი, დაკითხულიც არ მქონდა. და ისიც თვლიდა, რომ აი ვისაც უნდა ისე წაიკითხოს, თორე მე ვერ დავხარჯავ დროს ეხლა რაღაცა მექი ვაშაკიძეზე ან ვინმეზე, როცა არსებობს ვეფხისტყაოსანი, როცა არსებობს გალაქტიონი, ნიკოლოზ ბარათაშვილი უყვარდა განსაკუთრებით და აი ესეთი იყო ჩვენი ქართულის გაკვეთილი და სხვებიც მათემატიკის მასწავლებელი ციური ცერცოძე იყო არაჩვეულებრივი ქალი, ფილიმონ რეხვიაშვილი, ფიზიკის მასწავლებელი, ეს იყო მოვლენა მართლაც ეს ადამიანი და რავი არ მინდა ხა რომ ვინმე გამორჩეს, იმიტომ რომ ბევრი კარგი მასწავლებელი ყავდა, მაგრამ ეს რაღაცა ეს დაგვყვებოდა ჩვენ, რომ ჩვენ ვიყავით მოურჯულებელი კლასი.
რაღაცა სპექტაკლებსაც ვდგამდით, რაღაც ესეთ წარმოდგენებსაც და ძირითადად ეს ყველაფერი რაღაცა საქართველოს თავისუფლების idеას ეხებოდა და ზოგს ეშინოდა, ზოგი გვიწყრებოდა ამის გამო. საიდან წამოვიდა ეს საქართველოს განთავისუფლების იდეა? ეხლა მაშინ თქვენს ბავშვობაში რამდენად იყო ეს თემა ესეთი აქტუალური არ იყო? აქტუალური კი არა, შეიძლება ითქვას ძალიან ბევრ ადამიანს არც უფიქრია, არც ესმოდა ამაზე, მაგრამ რავი, ჩემთან წამოვიდა ალბათ სახლიდან ჯერ, მერე სკოლიდან და ეს შუქურა მასწავლებელი ეს იყო ძირითადად. იყო სამეგობრო წრე ჩემზე უფროსი ადამიანებისა, რომლებიც მხატვრები, ძირითადად ხელოვნებათმცოდნეები, რომლებიც რაღაცნაირად მეგობრობდნენ ჩვენთან, უფრო პატარებთან და იქაც ეს თემა ტრიალებდა და მე რო თბილისში უნივერსიტეტში ჩავაბარე, შეიძლება ითქვას, ვიფიქრე, რომ აქ სად მოვხვდი მეთქი, იმიტომ რომ მე მეგონა, რომ აი რაღაცა აქ ყველა თავისუფლებაზე უნდა ლაპარაკობდეს და საქართველოს დამოუკიდებლობაზე და უნდა დუღდეს და გადმოდუღდეს ყველაფერი და სადღაც პირველი თვეები და ერთი სემესტრი ვფიქრობდი, რომ თავს დავანებებ მეთქი, იმიტომ რომ რაღაც ძალიან არ მომეწონა ეს სიტუაცია. აქ რაც დამხვდა, მაგრამ მე ნელ-ნელა მოვძებნეთ ადამიანებმა ერთმანეთი, ასევე მასწავლებლები ჩვენი, რომლებიც ამ ჩვენი ცხოვრების განუყრელი ნაწილი გახდნენ და ძალიან მალე ამ ჩვენმა პატარა ჯგუფმა დაიწყო რაღაცა ესეთი ეროვნული სტუდენტური მოძრაობის ის ახალი ეტაპი, რომელიც მერე მთელი ეროვნული მოძრაობის რაღაცა საძირკველი გახდა. ფიქრია უნდა შემოგთავაზოთ კოკა-კოლა ექსკლუზიური შეფუთვით მსოფლიო ჩემპიონატის. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთის მწემელი არა ვარ, ეს მსოფლიო ჩემპიონატი ისეთი რამეა, რომ მაინც გიწევს კოკა-კოლას გემო ძალიან უხდება. კოკა-კოლა უხდება ბევრ რამეს და ჩემპიონატს განსაკუთრებით. მაყურებლის უმეტესობამ ალბათ არ იცის, რომ პოლიტიკოსობამდე იყავით ფილოლოგი და არც გამკვირვებია ქალბატონი შუქურას დამსახურება იქნებოდა ალბათ, ხო? რაღაცა ეს არჩევანი გარკვეულწილად და დიდწილად. დიდწილად ალბათ, ხო? მაგრამ ვიცი რომ სწავლობდით სასულიერო აკადემიაში და ბიბლიის თარგმნაში გაქვთ მონაწილეობა მიღებული. სასულიერო აკადემიაში სწავლობდი, როცა დავამთავრე უნივერსიტეტი, მაშინ გაიხსნა პირველად სასულიერო აკადემია და საქართველოს პატრიარქს და ბევრ სასულიერო პირს ძალიან უნდოდათ, დიდი სურვილი ჰქონდათ, რომ რაღაცნაირი პოპულარიზაცია მომხდარიყო ამ მიმართულების და პირდაპირ გთხოვეს და გითხრეს, რომ კარგი იქნება თუ მოხვალთ, მაგრამ ამას წინ უძღოდა ახლა. ხო და აი ძალიან მაინტერესებს მისი უწმინდესობის და თქვენი პირველი შეხვედრა. ეს იყო ბევრად უფრო ადრე სტუდენტობის პერიოდში. მეორე კურსელები ვიყავით, როცა გავიგეთ შემთხვევით მოგწდა ყურში, რომ ძველ ქართულიდან ხდება ახალ ქართულად თარგმანება ბიბლიის, ბიბლიური ტექსტების და გადავწყვიტეთ, რომ გვინდა განვაცხადოთ სურვილი, რომ გვინდა მონაწილეობა მივიღოთ ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში. ნუ ფილოლოგები ვართ, ამ ტექსტებთან შეხება გვაქვს, გვიყვარს და გვაინტერესებს. და მივედით, მაშინ სიონის ეზოში იყო პატარა ერთი ბეწო საპატრიარქო, იმ საპატრიარქოში მივედით და შორენას თხოვეთ, რომ პატრიარქთან გვინდა შეხვედრა ამ თემაზე და მართლაც ისე ძალიან სწრაფად მოხდა ეს შეხვედრა
და პატრიარქმა პირდაპირ დაგვიბარა აი ამ კომისიის თუ ჯგუფის სხდომაზე. ანუ ჩვენ მანამდე მხოლოდ წირვაზე ყავს პატრიარქი ნანახი, რაღაც ორშაბათობით იყო ერის პარაკლისები და ხშირად მივდიოდით. მაშინ იქ და ის ადგილი იყო დისიდენტური თავშეყრის ადგილი, ზოგადად სიონის ეზო და ტაძარი. და როცა მივედით აი ამ საპატრიარქოს მოპირდაპირე მხარეს იყო ეს შენობა, თავად პატრიარქიც იქ იყო და მთელი კოჰორტა ჩვენი რაღაცა გამოჩენილი მეცნიერების და ჩვენ მივესალმეთ პატრიარქს ესე ხელის ჩამორთმევით კი. მაშინ არის ცოდა ხალხმა როგორ გამისალმებოდა სასულიერო. პირველმა ჩამოვართვი ხელი, ესე ენერგიულად ჩამოვართვი ხელი, მერე ჩემმა მეგობრებმაც და ნუ დაგვსხეს იქ მაგიდაზე, გაგვიხარდა ძალიან რომ ჩვენი მასწავლებელი ზურაბ კიკნაძეც იქ იჯდა, ჯემალაჯიაშვილი, მალხაზ სონღულაშვილი, გვანცა კოპლატაძე და ნუ აი რაღაცა ესეთი ნიშნულოვანი სამუშაო ჯგუფი იყო ძალიან და პატრიარქი გვეკითხება რომ თქვენო ძველი ებრაული იცითო? და ჩვენ ხართ არა ძველი ებრაული არ ვიცით. ძველი ბერძნულიო? ნუ ძველი ბერძნული წაკითხვა რაღაცები შეგვიძლია და ესე არა. სლავური იცითო ძველი? არა თქო. აბა რა იცითო? ჩვენ ვიტყარით რომ ვიცით ძველი ქართული. და ძალიან ეცინებოდა. აი რაღაცა ისეთი გაბადრული იყო სიხარულით თითქოს და თან ძალიან სასაცილოები ვიყავით ალბათ ჩვენ მეორე კურსელები ხო? მეორე კურსელები ძალიან პრეტენზიული განაცხადით ვიყავით მისულები და მოდიო გითხრა ჯერო დაესწარით ხოლმეო ამ ემებსო და მოусმინეთო და პარალელურად თუ იქნებ კორექტურაზე მოგვეხმაროთ კორექტურის გაკეთებას და ნუ რავი ხა მთლად მოგვეწონა თუ არა კორექტურა მაშინ დიდად ალბათ არა მაგრამ ნუ დაიწყო ეს პროცესი და ყველა სიტყვის გადმოქართულება იქ ვიღაც სლაურად კითხულობს, იქ ვიღაც ბერძნულად, იქ ვიღაც არამეულად, ამას ადარებენ ერთმანეთს, ხდება ასე ვთქვათ შეპირისპირება ამ ტექსტების რაღაც და მე ახალ ქართულად გადმოტანა და ჩვენ ვიწუნებდით ყველაფერს, არა ალბათ ასე ჯობს და რაღაც ვამბობდით და ძალიან დიდი მოთმინებით გვიტანდა ეს ხალხი და ეს პერიოდი იყო აი მართლა საოცარი პერიოდი, იმიტომ რომ მე მივდიოდით სახლში ხან ერთთან ხან მეორესთან ჩემი მეგობრები და დღე და ღამე აი თავს ვახლიდით შეიძლება ითქვას და ძალიან პატიოსნად შევასრულეთ ეს საქმე და აი ეს პირველი გამოცემები ახალ ქართულად ბიბლიისა დიდი რაღაც ესეთი ბორდოსფერი გამოცემები იყო და რომ გამოჩნდა დიდი სიხარული იყო ეს ჩვენი ასეთი მონაწილეობით შედგა შეიძლება ითქვას და ძალიან გვეამაყებოდა მე ეს ამბავი ხო, თუმცა თქვენი და პატრიარქის ურთიერთობა მეორე წლების განმავლობაში გაგრძელდა და იყო ძალიან ესეთი ახლო. ხო. რა ვიცი, ღმერთმა მარგუნა ეს ბედნიერება, მაშინ დაიწყო, ცხადია. მანამდეც აი ამ სიონში როცა ვესწრებოდით, პატრიარქს ჰქონდა ერთი საოცარი თვისება, რომ ის წირვის დროს, ქადაგების დროს თვალებით ურთიერთობდა, ხო? კი, ადამიანებთან და აღმოჩნდა რომ ყველას ეს განცდა ქონი მე მეგონა რომ მარტო მე მელაპარაკებოდა აი ამ და მე ვიყავი გამორჩეული მისთვის ამ პროცესში და თვითონაც უნდოდა ძალიან ახალგაზრდებთან ურთიერთობა განსაკუთრებით ახლა ჩვენ აქტიური ახალგაზრდები ვიყავით ცხადია და სულ ღია იყო ჩვენთვის კარი გახსნილი იყო კარი თუ ჩვენ არ მივდიოდით თვითონ გვეძახდა და ძალიან ბევრ თემაზე ახლა მაგალითად ახლა სამების ტაძარზე რომ არის გაუთავებელი ლაპარაკი ვინა აშენა სამების ტაძარი მე მახსოვს როგორ დაიწყო ეს ამბავი ჩემ მეგობრებს ახსოვთ რომ მან დაგვიძახა და გთხოვა რომ მეო კი არ მიყვარს ესე მათ ლაპარაკი მაგრამ რაღაც ხილვა ჰქონდა მას რომ
ამ ადგილას რაღაც ტაძარი, დიდი ტაძარი უნდა აშენებულიყო და რომ ახალგაზრდებს უნდა მიიღოთ ამაში მონაწილეობა და გვეუბნებოდა რომ იქნებ თქვენ ითავოთო ამ თანხის შეგროვება, იმიტომ რომ ბევრი მსურველიაო ამისი, რომ გარკვეული შესაწირი გაიღოს ამისთვის და ჩვენ ამ სალაროს პატრონობაზე უარი ვთქვით, იმიტომ რომ მაინც და მაინც დიდად არ მაგრამ ის რომ ამის პოპულარიზაციაში და თანხის მოკრებაში და ჩვენ თავადაც ვდებდით თანხას, ჩვენი მშობლები დებდნენ, ძალიან ბევრი ადამიანი დებდა ამ თანხას და ეს იყო მართლაც სახალხო, სახელმწიფოც თავისას გაიღებდა, ბიზნესმენებიც თავისას გაიღებდნენ, მაგრამ ეს ააშენა ქართველმა ხალხმა. კი, ნამდვილად. და ეს არ აუშენებია ერთ კონკრეტულ ადამიანს, ეხლა რაც არ უნდა დიდი სურვილი კონდეს, რომ ეს დაიბრალოს. ამავე დროს კიდე ბევრი მაგალითად ჩვენ აწყურის ტაძრის წინასარესტავრაციო სამუშაოებზე მუშაობდით მთელი სტუდენტობა და სტუდენტობის მერეც. ეს არის საოცარი ტაძარი გრიგოლ ხანძთელის სახელთან დაკავშირებული, ღვთისმშობლის ხელთუქმნელ ხატთან დაკავშირებული, როდესაც ანდრია პირველწოდებული შემოვიდა საქართველოში, იქ იყო ერთი გაჩერების ადგილი შეიძლება ითქვას და ეს დიდი უზარმაზარი საეპისკოპოსო ტაძარი. ბაგრატი უფრო დიდია თუ აწყური უფრო დიდია, სულ იყო ამასთან დაკავშირებით და ეს იყო მიწაში ჩაფლული და ჩვენ წლების განმავლობაში ფილოლოგმა სტუდენტებმა და კიდე რამდენიმე ჩვენმა ახლო სამეგობრომ უნივერსიტეტის საოცარი თავგანწირვით ვიმუშავეთ შეიძლება ითქვას და სრულიად გაიწმინდა ეს ტაძარი. აი ეგ ტაძარი არა ჩანს იმ ფოტოზე, ტაძრიდან არის გადაღებული აწყურის ციხე. ეს ის ციხეა, სადაც ოტლებენმა უღალატა ერეკლე მეორეს, როცა ვითომ დასახმარებლად მიდიოდა, ამ ციხეზე დატოვა მხოლოდ ზარბაზნისგან გახრეტილი დიდი ნახრეტები და მე გაბრუნდა უკან, არ გაყვა ასპინძის ბრძოლაში. ერეკლე მეორეს და აი აქეთ არის ეს ტაძარი და აი ჩვენს თვალწინ ამოდიოდა მიწიდან შეიძლება ითქვას და ხდებოდა რაღაცა გრანდიოზული მართლაც და საოცარი ტაძარია შეიძლება ითქვას, ბევრი რამ არის დაკავშირებული ამ ტაძართან. მე აწყურის ღვთისმშობლის ხატი კიდე ცალკე ბედის იყო, იმიტომ რომ ამ შემოსევების დროს ხან ვინ წაიღებდა და გადამალავდა, ხან თითქოს იკარგებოდა, მერე ჩნდებოდა და ესეც საოცარი ხატია და შეიძლება ითქვას, რომ სამხრეთ საქართველოს სამცხის საბჭოეთისგან დატოვებული მემკვიდრეობის დაცლაში აწყურმა და ჩვენმა თაობამ რაღაცნაირი როლი შეასრულა, იმიტომ რომ ჩვენ რომ ჩავდიოდით მაშინ ჯერ ერთი პასპორტის კონტროლი უნდა გაგვევლო. საზღვრად ითვლებოდა, საბჭოთა ჯარი იდგა იქ და ისე უკონტროლოდ არავის არ გაგიშვებდნენ და ქართულ ლაპარაკს პრაქტიკულად იქ ვერ გაიგონებდი. ბევრი ცხოვრობს სომხური მოსახლეობა, მაგრამ რუსული, ძირითადად იყო რუსული ლაპარაკი და მაშინ დაიწყო ნელ-ნელა გაქართულება, შეიძლება ითქვას, ამ ხარის, მერე უნივერსიტეტი გაჩნდა და ეს იდეაც რაღაცნაირად ამ წრეში იშვა, შეიძლება ითქვას და ძალიან ბევრი გულშემატკივარი გამოუჩნდა მერე და რა ვიცი, აწყური დღესაც არის ჩვენთვის, ჩემი სამეგობრო აწყურელები და გარეჯელები ესე გარეჯის პერიოდზეც მინდა აუცილებლად რომ გითხოთ. გარეჯის თემა იმდენად ემოციური აღმოჩნდა მთელი საზოგადოებისთვის, რომ აი უცებ გახდა საერთო სახალხო თემად. ახალგაზრდებიც, უფროსი თაობის ადამიანებიც ძალიან შეეხოს გულთან და თან ეს იყო უბრალოდ ის ხო არა, რომ გადავარჩინოთ გარეჯი, რაღაც ახლა გარეჯი საქართველოს დღეს რომ მიდის პრაქტიკულად გულს გარეთა კამპანია გაურკვეველი, ხო? კი, ნამდვილად. იქ იყო რომ საბჭოთა ჯარები დამიზნებით ესროდნენ
ფრესკებს, სენაკებს, არაჩვეულებრივ, ასე ვთქვათ, შუა საუკუნეების უნიკალურ სრულიად ძეგლებს ანადგურებდნენ, იმიტომ რომ იქ იყო საარტილერიო სასროლეთი მოწყობილი საბჭოთა ჯარის და როდესაც ჩვენ ამას ვაპროტესტებდით, გვეუბნებოდნენ, რომ არაფერი მსგავსი არ ხდება და მთელი სათვალთვალო პერიოდები გქონდა მოწყობილი, რომ შევსწრებოდით ამ ამბავს, გადაგვეღო და სანამ გარეჯიდან ასეთი ჭურვი არ ჩამოვიტანეთ უზარმაზარი მხარზე გადებული, რომელიც მოხვედრილი იყო პირდაპირ დამიზნებით ამ ერთ-ერთ ქვაბულს, მანამდე ცდილობდნენ, რომ არ მიიღოთ რეალობად ეს ამბავი და მერე უკვე მართლა ისეთი მასიური გახდა გარეჯის თემა და პროტესტი ამ თემაზე, რომ იმ დროს მართლა წარმოუდგენელი იყო, რომ პოლიგონი გაეუქმებინა საბჭოთა ჯარს და ეს იყო მაშინ ხო საბჭოთა ჯარში დადიოდნენ ქართველი ახალგაზრდებიც და მე მახსოვს უამრავი წერილი მოგდიოდა აი საბჭოთა სხვადასხვა ქალაქებიდან ქართველი ახალგაზრდებისა, რომლებიც ჯარში იყვნენ და რომლებიც ამბობდნენ, რომ ერთი სული გვაქვს, როდის დაუბრუნდებით საქართველოში და გარეჯი უნდა გადავარჩინოთ და ასე შემდგომ აი უზღვავი რაოდენობით მოდიოდა, შეიძლება ითქვას ეს წერილები და იყო ისეთი ძალიან დიდი აღმაფრენის პერიოდი და შეიძლება ითქვას, რომ ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას ეს გარეჯის მოძრაობა რაღაცნაირად საფუძვლად დაედო, იმიტომ რომ მანამდე დისიდენტური ჯგუფებიც მცირე ჯგუფები იყო, პატარ-პატარა შეკრებები ან პატარ-პატარა თავყრილობები იმართებოდა და პირველი სერიოზული მანიფესტაცია გარეჯთან დაკავშირებით მოეწყო უნივერსიტეტთან და პირველად მაშინ დაგვარბიეს. აი ეს პირველი შეხვედრა მინდა დისიდენტური თუ გახსოვთ რა ვიცი რა რო გაიხსენოთ და მე აი ეს დარბევის თემაც ძალიან მაინტერესებს. ესეც კი არ იყო რომ აი სადმე ვიღაცამ დაგვიძახა და შევიკრიბეთ. მაგალითად ერთ-ერთ ლექციის შესვენების დროს რაღაცა რამოდენიმე ადამიანი შემოვიდა აუდიტორიაში და გამოაცხადეს, რომ თვითმფრინავის ბიჭებთან დაკავშირებით ხელმოწერებს ვაგროვებთ და მოაწერთ ვინმე ხელს. და დიდი კურსი კი ვიყავით, მაგრამ მოვაწერეთ ავდექით 3 ადამიანმა მოვაწერეთ ხელი. მე და ჩემმა ორმა მეგობარმა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ მარტო ჩვენ გქონდა ეს განწყობა. იმიტომ რომ ისინი რო წავიდნენ, მაგალითად ერთი ჩვენი მეგობარი, რომელიც აი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა, ლიკა გაჭარავა, ლიკა მოვიდა და თქვენო გიჟები ხართო გითხრა. ესენი ხო კგბ-შნიკები იყვნენო და იმიტომ შემოვიდნენ აქო, რომ ლუსტრაცია მოეხდინათ, ვინ არის აბა ამ განწყობაზე და არ უნდა ესადა მე ჩვენ ხართ რომ ხო მაინც არ უმალავთ ამ ამბავს და არა უჭირს რაღაცა ესე შემოვიდნენ. მე იყო აი ამ აწყურში ჩვენი სიარული იყო რაღაცნაირი ესეთი დისიდენტური აქტიც იყო, იმიტომ რომ აი ამ წინაღობის გადალახვა რო გვიხდებოდა ამ საზღვრის ასე ვთქვათ კონტროლის გავლა, ეს ისეთი მძიმე მუხტის, ძლიერი მუხტის მომცემი იყო და ემოციურად ძალიან გვაბრაზებდა ეს ამბავი, რომ ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ისტორიული კუთხე, იმიტომ რომ რაღაცა საბჭოეთს აქ საზღვარი უნდა რომ იყოს მოწყობილი, არის მოწყვეტილი საქართველოს დანარჩენ საქართველოს და აი ჩვენ იქ ვიყავით აი თავიდან ბოლომდე ამ ემოციით და ამ იდეით შეპყრობილები და ეს ტრანსკავკასიურის ამბავიც მე ასე გაჩნდა, რომ უცებ დათო ტურაშვილი სტუდენტურ კაფეში შემოვარდა ასე ჩქარჩქარა და თქვა რომ ტრანსკავკასიურთან დაკავშირებით ისტორიკოსები თურმე აჯანყებას თუ რავი მიტინგს აპირებენ არ შეუერთდეთ და რა თქმა უნდა შეუერთდეთ, იმიტომ რომ ერთ სული გქონდა ხო სადღაც რამე გვეპოვა, მაგრამ მე ვერავინ ვერ ვიპოვეთ ვინ აკეთებდა ამ ემას
წინააღმდეგობის რა მოძრაობა იყო თუ არ იყო საერთოდ და მე ჩვენ ვიყავით ვინც წამოვიწყეთ ეს ამბავი შევხვდით მაშინ გავიცანით აკაკი ბაქრაძე რომელიც იყო სრულიად გასაოცარი ადამიანი მართლაც და მერე გახდა მისი ლექციები ძალიან დიდი მიზიდულობის ძალის მატარებელი ახალგაზრდებისთვის და ბევრ აუდიტორიაში იყო სანატრელი სტუმარი და ჩვენ ესე დავდევდით სულკან ესა ჩვევა გქონდა ესეთი რომ ვისაც ამოვიჩემებდით მტრისას გადავეკიდებოდით და აღარ შორდებოდით ხოლმე მაშინ გავიცანით ზალიკო ქიქოძე და მისი მეგობრები და აი ზალიკოს სახლში ჩაუსახლდით შეიძლება ითქვას და ეს მეგობრობა იყო საოცარი მე გრძელდებოდა ვახტანგ გლიჩელი ლალი ახალაია რავი საოცარი ხალხი იყვნენ ციალა სვანიძე პროფესორი ციალა სვანიძე გეოგრაფი რომელმაც მოგძებნა თვითონ როცა გაიგო ჩვენ ამ ტრანსკავკასიურ რკინიგზაზე რაღაც აქტივობებს გეგმავდით და ეს იყო ქალთა საბჭოს თავმჯდომარე და წარმოიდგინე მეთი რაღაცა მიმართვები დავწერეთ ეკონომიკის ინსტიტუტი, გეოფიზიკის, ჰიდროსაინჟინრო და ასე შემდგომ. თუ კი რამე ბოტანიკის, ზოოლოგიის და ასე შემდეგ ყველა ინსტიტუტს მივადექით, რომ დასკვნები გვინდოდა და ამ ქალთა საბჭოს ბლანკზე იყო ეს დასკვნები და ისეთ სასაცილო იყო ეს, რომ ქალთა საბჭო ითხოვს რაღაცა. მე მას იმიტომ რომ სტუდენტებს ეს აინტერესებთ და შევესიეთ ამ სამეცნიერო დაწესებულებებს და საშველი არ მივეცით მართლა სანამ არ დაგვიწერეს დასკვნები და ძირითადად ნორმალური დასკვნები მივიღეთ ანუ საჩვენო უფრო მართალი დასკვნები მივიღეთ ვიდრე ტიპიური საბჭოური 1-2 შემთხვევის გარდა და მე ამ ცნობებზე დაყრდნობით დავწერეთ წერილი მივადექით ახალგაზრდა კომუნისტს რო აქ უნდა გამოგვექვეყნებინ ცხადია არავინ არ გვიქვეყნებდა და მე იქ შევესიეთ ამას, ხან კიბეებზე ვისხედით, ხან და ვითხოვდით, რომ დაგვიბეჭდეთ. დაგვიბეჭდეს ეს წერილი, ოღონდ არ მოაწერეს სახელები ჩვენი, ანუ ანონიმურად დატოვეს წერილი და გაუკეთეს მინაწერი უზარმაზარი. რომ ჩვენ ვიყავით ვიღაცის ფეხის ხმას აყოლილები, ვიღაცებმა გამოგვაშტერეს, ჩვენ სწავლა არ გვინდოდა და რაღაცამებს მივედმოვედებოდით, ტვინ გამორეცხილები და საერთოდ ამბობდნენ, რომ ესენი ამ წერილს ვერ დაწერდნენ, ვიღაცამ დაუწერათ და მათ ხელი მოაწერეს მხოლოდ და ასე შემდგომ აი ძალიან ცუდი წერილი იყო, ძალიან. ეს არის სტუდენტების ერთი მუჭა ჯგუფი რომლებიც არავითარ გავლენას არ ახდენენ და ვერ ახდენენ და საბჭოთა სტუდენტობამ ყარად დგას თავის რაღაცა იდეოლოგიურ საფუძვლებზე და ასე შემდგომ და ჩვენ ეს ამ წერილის საფუძველზე რომ მარტო ჩვენ არ ვიყავით და კიდე ბევრი ხალხი გვიჭერდა მხარს დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება და ესე შევესიეთ ამ შესევას რომ ვამბობ ეს იყო სულ რაღაც 7-8 კაცი ვაკეთებდით ხოლმე ძირითადად ამას მაგრამ ესე ჯგუფურად მივდიოდით მოულოდნელად რაღაც ადგილებში და სამედიცინო ინსტიტუტს და გპ-ში დაიჭირეს ისინი ვინც ჩვენთვის ხელმოწერებს აგროვებდა და წართმევა მოგვინდომეს ამ ხელმოწერების მე ამ ხელმოწერების მალვა და იმიდან ერთი სახლიდან მეორე სახლში გადატანა და ვიღაცების არა, ნუ ვერ იტყვი ამას რომ არ გვეშინოდა ეს ახლავდა სულ ამ ექსტრემი შეიძლება ითქვას ამ ყველაფერს, მაგრამ ნუ ვიყავით ამ პროცესში და აქტიურად აკეთებდით და სადღაც 4000-მდე ხელმოწერა შეგროვდა. მაშინ ეს ძალიან ბევრი იყო, ძალიან. მერე აიძულეს ბევრი ადამიანი რომ ეს ხელმოწერები წაეღოთ უკან. ბევრი მოვიდა, გვეძებდნენ, ზოგი ტიროდა, ზოგი გამრიცხავენ, ესე მიზამენ და ნუ ვინც ითხოვდა უკან წაღებას, უკან არ ვატანდით უბრალოდ ესე ხაზავდით მათ თვალწინ, რომ ისინი არ მონაწილეობენ ამ ასე ვთქვათ, საპროტესტო აქციაში. და მე ამას მოყვა აი ეს პირველი დემონსტრაციაც 21-22 სექტემბერი 87 წლის.
სადაც უნივერსიტეტში შეიკრიბა ბევრი ხალხი და დავიძარით რუსთაველისკენ. ტრადიციული არ იყო, მე გახდა ტრადიციული ეხლა და დავიძარით და სადღაც მელიქიშვილზე გაგვწყვიტეს შუაზე გადაგვიკეტეს გზა და ერთი ნაწილი უნივერსიტეტში დააბრუნეს და მეორე ნაწილი იქეთ მოვეკეცით და მე და რამდენიმე ჩემი მეგობარი მივედით პირველ სკოლამდე და იქ პირველ სკოლასთან გაგვიმართა სერიოზული ცემა დღება. ეს მაშინ იყო სერიოზული, თორე ხლა ამ გადასახედიდან ჩვენ რა სამწუხარო და მძიმე გამოცდილებაც მივიღეთ, რა თქმა უნდა, ის არაფერი არ იყო. ანუ ბევრად უფრო ეს მხოლოდ რაღაცა პატარა დუბინკები და პოლიციელები, ცოტა მსუქანი პოლიციელები დაგვდებდნენ და მაშინ მილიციელები, ხო და მე და ჩემი მეგობარი იმდენად პატარებად გამოვიყურებოდით, რომ ჩვენ გვეჩხუბებოდნენ, რომ სკოლაში შედითო ნუ ხართ აქ გამოსული. ანუ თლიანად ახალგაზრდული იყო მაშინ ჯერ ეს აქცია, ჯერ უფროსთაობა არ იყო ჩართული და მე რა ვიცი, დაიწყო და ესე დეტალურად არ ვიცოდი ეს თქვენი თავგადასავლების შესახებ და უკვე ეროვნულ მოძრაობაში თქვენი ჩართვა ეხლა რაც მოვისმინე იმის მერე ჩემთვის გასაკვირი ნამდვილად არ არის, მაგრამ მინდა ის პერიოდიც რომ გაიხსენოთ, აი რამდენად შეიცვალა მაშინ ადამიანების მსოფლმხედველობა და როგორ წამოვიდა ეს რაღაცა ეს ყველაფერი რაც ხდებოდა მე უკვე ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ 90-იანი წლების უკვე მიჯნაზე თაობა ვიყავით, მაგრამ ეს 14 აპრილის ემოცია ძლიერად მოდიოდა ჩვენამდე. დათოსაც აქვს ტურიკას ხშირად იხსენებს ხოლმე სადღაც მერხებზე იყო წარწერა 14 აპრილი გვხდებოდა ჩვენი ცხოვრება 14 აპრილია და ძალიან ემოციური იყო ცხადია ეს ამბავი და შეიძლება ითქვას რომ აი 14 აპრილიდან და კიდე ძველი პერიოდიდან რაც იყო თითქოს ესე შეინახებოდა ღველფივით მე ახალ თაობაში გადმოდიოდა და ჩვენ აი უბრალოდ ამ ციკლში აღმოჩნდით რომ ეს ღველფი გადმოგვეცა და აქ გაღვივდა კიდევ ერთხელ და უფრო მასშტაბი შეიძინა და მაშინაც სულ ვეძებდით აი ამ საბჭოთა პერიოდის ახლა რომ მიგვიწვდება ხელი ბევრი რამეზე კიდე არ მიგვიწვდება, მაგრამ მაშინ ასე არ იყო რაღაცას გადმოცემით ვიგებდით, რაღაცას დამალულ ლიტერატურას პოულობდით, რა ხდებოდა საბჭოთა პერიოდის განმავლობაში, რა მოხდა 21 წელს, იგივე აჯანყებებთან, 24 წლის აჯანყებასთან დაკავშირებით და ასე შემდგომ და ესე ქსეროქსი წიგნები იყო ჩვენი თაობის საგანმანათლებლო ლიტერატურა, იმიტომ რაღაცა გამოჩნდებოდა და მე მივიდოდა ქსეროქსზე. ოღონდ ყველა ქსეროქსი სანდო არ იყო, ბევრი უარს გეუბნებოდა და ბევრი გვეუბნებოდნენ რომ აქ რო აქსეროქსებ პირდაპირ კგბ-სთან აღრიცხვაზე მიდიხარ და ასე შემდგომ და იყო ადგილები, სადაც უფრო უსაფრთხო იყო ამ წიგნების დაქსეროქსება. და ხელიდან ხელში გადასვლა რა თქმა უნდა ამისა, იმიტომ რომ ეს არ იყო წიგნები, რომელიც უნდა შეგენახა სადღაც და ძალიან წყდება გული ერთ რამეზე, რომ ძალიან ბევრი დოკუმენტი, ძალიან ბევრი მასალა, რომელიც ქონდა მე და დღეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ჩემთვისაც და რაღაცნაირად იმისთვის, რომ რაღაც სისტემატიზება მომხდარიყო, ამისა დაიკარგა, იმიტომ რომ ერთი ჩვენ უნივერსიტეტის პრეს-კლუბი გვერქვა სტუდენტურ ფურცელს გამოვცემდით და ბევრი რამ იქ იყო და უცებ გაქრა ეს ჩვენი არქივები, აი იმ წერილებიანად, რომელზედაც გეუბნებოდით, გაქრა და ვეღარ მივაკვლიეთ ვეღარსად და ასევე ჩემი სახლი გაიქურდა ორჯერ. გაიქურდა ალბათ პირობითად. ხო, პირობითად, აბსოლუტურად, იმიტომ რომ წაიღეს კრებულები, წაიღეს ჩემი ფოტოაპარატი, ფირები, სლაიდოსკოპი და სლაიდები.
აი, ანუ რაც ჩაითვალა, რომ რამე მნიშვნელოვანი შეიძლება ყოფილიყო, წაიღო. ხო, მეორე გაქურდვაზე წაიღეს სხვათა შორის აი ეს ბიბლიის ორი გამოცემა, სადაც პატრიარქის ხელრთვით იყო პერსონალურად მოძღვნილი და ძალიან გული მწყდება ამაზეც. ამ სტუდენტურ ფურცელს ხო გამოვცემდით ჩვენ და წარმოგიდგენთ ეს იყო პირველი ლეგალური გამოცემა იმ დროს. უნივერსიტეტის ოფიციალურ გაზეთში ჩანართი ერთი ფურცელი და იქ იბეჭდებოდა ყველაფერი, რაც ჩვენ მოგვინდებოდა. ბალტიისპირეთის გამოცდილებაზე, ამ ბრძოლაზე, მაგალითად აქ დავბეჭდეთ ჩვენ გრიგოლ რობაქიძის მიმართვა ახალგაზრდებისადმი, რომელიც რაღაცა ესე იყო ფურორის მომხდენი და ძალიან პოპულარული იყო შესაბამისად ეს გამოცემა. ძალიან, იმიტომ რომ მაინც ეს ლეგალურად გამოსული დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ადამიანებზე და პარასკევ დღეს გამოდიოდა და უნივერსიტეტის ეზო და პირველი კორპუსი ივსებოდა ხოლმე, რომ ეყიდათ ეს გაზეთი და ძალიან მალე თავდებოდა, იმიტომ რომ არ ქონდა ამას დიდი ტირაჟი და ეს სტუდენტური ფურცელიც ესე დარჩა ისტორიას, რომელიც ტრანსკავკასიურმა მოიყოლა, იმიტომ რომ ტრანსკავკასიურზე აი ამ წერილებს რო არ გვიბეჭდავდნენ, მერე კიდე პასუხი დავწერეთ იმის და ის აღარ დაგვიბეჭდეს და ამაზე შესაბამისად მერე უკვე და მე პატიაშვილთან იყო დიდი შეხვედრა უნივერსიტეტში, სადაც სულ კომკავშირლებით და რაღაცა ამებით იყო გავსებული დარბაზი და რამდენიმე ადამიანი შეგვიშვეს ჩვენ მხოლოდ. იყო პირდაპირ ეთერი და ჩანაფიქრი იყო ამისი, რომ ჩვენ ვიყავით ძალიან მცირე რიცხოვანი ჯგუფი და ჯანსაღი საზოგადოება იყო სხვაგან და ჩვენი დაგმობა მიდიოდა ძალიან და ამ პირდაპირმა ეთერმა ქნა ისეთი რამ, რომ ჩვენი რამდენიმე სულ პატარა გამოსვლები გადაიცა პირდაპირ ეთერით და საოცარი ეფექტი მოახდინა ამან და არა იმან, რაც მთელ ქვეყანას ისედაც ესმოდა პარტიაზე, კომკავშირზე და საბჭოთა კარგ ცხოვრებაზე და თავის დაუნებურად რაღაცა ესეთი პოპულარიზაცია მოახდინეს ჩვენი ჯგუფის და ამას რომ ვჩხუბობდით ჩვენ, რომ ჩვენ არ გვიბეჭდავენ და წერილი გვაქვს და მერე წაგვითხრეს, რომ აი უნივერსიტეტის გაზეთში დაბეჭდეთო და რაც გინდათო მანდ დაბეჭდეთ ხოლმე და ესე გაჩნდა ესე იგი გისმენთ და გულწრფელად მიგვირს როგორ გადაურჩით დაჭერას. ხო, სულ ველოდებოდით დაჭერას. და მზად ვიყავით ამისთვის, ერთადერთი რაც აი გვაწუხებდა და დღესაც ვიხსენებთ ხოლმე, არ გვინდოდა რომ ჩვენი მშობლები მოხვედრილიყვნენ რეპრესიებში. და რაღაც ეს გვაწუხებდა, თორემ ის რომ ჩვენ დაგვიჭერდნენ ამაში ჩვენ არ გვეპარებოდა, მაგრამ გადაურჩით. დაინგრა ხო ამასობაში 9 აპრილის ამბები და ეს 9 აპრილიც ახლა მომზადდა ეს თავისთავად ხო არ ჩამოვარდნილა ციდან უძღოდა ძალიან ბევრი აი აკაკი ბაქრაძე ახსენე აკაკი ბაქრაძესთან შეხვედრები უნივერსიტეტებში მე მახსოვს ერთი შეხვედრა მაგალითად შეიძლება არც ახსოვს საზოგადოებას მეტეხის ტაძარში იყო თეატრი მეტეხის თეატრი და ცხადია ტაძარი არ მოქმედებდა და მეტეხის თეატრის პატარა სივრცეში იყო აკაკი ბაქრაძესთან შეხვედრა და უამრავი ხალხი მახსოვს პატარა სივრცე, მაგრამ ჩვენ ზოგი იატაკზე ვისხედით, ზოგი ვისაც შეეძლო, ზოგი კარებიდან იყურებოდა და ასე შემდგომ. ძალიან მოწყურებული იყო საზოგადოება აი ამ განსხვავებულ საპროტესტო სიტყვას და ეს ისმოდა ბევრი ადგილიდან, განსაკუთრებით უნივერსიტეტიდან. ჩემი მასწავლებლები ხა ზურა კიკნაძე, იურა გიორგი ჯაფარიძე დამანა მელიქიშვილი თუ რეზო სირაძე თუ რეზო სირაძის ლაბორატორიაში მუშაობდი მე ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორიაში და იქ გქონდა ყველა შეხვედრა და შეკრება და არასოდეს ჩემთვის ვინმეს არ უთქვამს რომ რატო უშვებ აქ ხალხს და ვინ მოგცა ამის უფლება და ეს
უნივერსიტეტის რექტორი სხვათა შორის ამ ცოტა ხნის წინ მისი შვილი შემხვდა და თქვენო კეთილად ახსენეთო, ანუ დარამაღლებელიო და როგორ შეიძლება კეთილად არ ახსენო, ეს იყო დიდი მეცნიერი და საოცარი ადამიანი და მთელი ეს ამხელა წნეხი მოდიოდა მასზე. წარმოუდგენელი, ახლა ჩვენ რასაც ვერ გვიბედავდნენ, მათზე მოდიოდა მთელი წნეხი და ამ წნეხს უძლებდა და იყო გადაფარებული, შეიძლება ითქვას ჩვენზე და ძალიან კეთილად მახსოვს და მიყვარს ეს ადამიანი და ბევრი სხვა ადამიანი, ვინც მაშინ ასე ვთქვათ ბესო ჯორბენაძე ჩვენი დეკანი, რომელსაც სულ დაჭერის რა გითხრა, ჩვენს გარიცხვაზე მუდმივად იყო მოთხოვნა და ის სულ გვეხვეწებოდა, რომ იქნებ რამე ისეთი არ ჩაიდინოთ, რომ მე ვეღარ დაგიცვათ და გარიცხვა მომიწიოს თქვენ და ამიტომ მანამდე თუ სულ დავდიოდით აქეთ-იქეთ და ბევრს ვაცდენდით, იმის მერე დავჯექით და ყველა ლექციას ვესწრებოდით, რომ ვინმესთვის არ მიგვეცა საბაბი, რომ ამ ნიშნით გავერიცხეთ ჩვენ და რა ვიცი, მომწიფდა აი ამ შეხვედრებზე, ამ რაღაცა გარეჯის აი ამ განვრცობილი სულისკვეთებით, რაღაცნაირად ეს ეროვნული მოძრაობის პირველი ტალღა და უკვე აქ მერაბ კოსტავა, რომელიც ციხიდან გამოვიდა, ზვიად გამსახურდია, ზურაბ ჭავჭავაძე, რომელიც დაუფასებლად მივიწყებულია და იყო საოცარი ადამიანი მართლაც, აკაკი ბაქრაძე, ნოდარ ნათაძე, რომელიც მერე სხვა რაღაცებით გაიცნო საზოგადოებამ, მაგრამ ეს იყო სახალხო ფრონტის ერთ-ერთი ლიდერი და ეს სახალხო ფრონტი ბალტიისპირული გამოცდილებით შეიქმნა საქართველოში და ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი მონაწილეობდა და ტრადიციული ქართული ჩხუბი და დაპირისპირება ერთმანეთში, ვინ უფრო რადიკალია, ვინ უფრო ვიღაცა კოლაბორაციონისტია, ვიღაცას, მაგრამ ყველა ამ ჯგუფს ძალიან უნდოდა ახალგაზრდებთან ურთიერთობა და ჩვენ ყველასთან გვქონდა ურთიერთობა, ოღონდ ვცდილობდით, რომ არ გამხდარიყავით რაღაცა პარტიული შემადგენელი, მაგრამ ნუ ეს საბჭოთა პროპაგანდა ამას ყველაფერს არქმევდა ამას, რომ ჩვენ ისევ როგორც დღეს. ხო, ჩვენ თავისთავადი არაფერი არ გაგვაჩნდა და სულ სხვის ჭკუაზე დავდიოდით და სხვები გვირავდნენ გონებას. მერე გაჩნდა, რომ ვიყავით ნარკომანები, ვიყავით უსაქმურები, საშიში ელემენტები და ასე შემდეგ. ჩემზე რაღაცა კომუნისტშიც დაიწერა კონკრეტულად ჩემზე წერილი და ამ წერილში ეწერა ვინ არისო ამის ჭკუაზე რატო უნდა იაროსო საქართველოს რომელი ბენაზირ ფხუტო ეგამყავსო და ამის მერე ზურა ჟვანიამ რომელიც ასევე აი ამ მწვანეთა მოძრაობის და აქტიური წარმომადგენელი იყო და ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით დამარქვა ბენაზირი რომელიც დროთა განმავლობაში გადაკეთდა ბენოთ და დღემდე რაღაც ამ შემადგენლობაში უცებ ვიღაცა დამიძახებს ხოლმე ბენო და უკვე დაიწყო მერე ნოემბრის ეს შიმშილობები და დიდი აქციები და მერე უკვე 9 აპრილი ამ 9 აპრილსაც ხო თავისი სპეციფიკა აქვს იყო ჯერ აფხაზეთის ამბები, სადაც ილია ჭავჭავაძის საზოგადოება აქტიურობდა უფრო, მერე გადმოვიდა უფრო თბილისისკენ აქცენტი და მოთხოვნა გაჩნდა უფრო რადიკალური, უფრო მაღალი, რომ საბჭოთა კავშირიდან გამოყოფა საქართველოსი და ამით დაიწყო ეს აქციები და პირდაპირ რუსთაველზეც იჯდა და იყო გარკვეული შემადგენლობა მჯდომარე აქცია, მაგრამ იყო უნივერსიტეტში, იყო მაშინდელ პუშკინის ინსტიტუტში, დღევანდელი ილიონში. უნივერსიტეტთან იყო, ყველა უნივერსიტეტი იყო. კი, სამედიცინოსთანაც იყო, გპ-ისთანაც, ილიონის კი ბატონო.
კიბეზე კი, ყველა უნივერსიტეტის კიბეზე და ტელევიზიასთან იყო ასევე პირველ არხთან. ერთი იდეით, მაგრამ სხვადასხვა ლოკაციებზე იყო ეს სამედიცინოსთან მახსოვს, ჩვენ პატარები ვიყავით ძალიან. ღამე მახსოვს მანქანებით აი ეს მოდიოდნენ და მსურველები ვინც იყვნენ მიყავდათ რუსთაველზე. ხო, კი, ეს იყო და რუსთაველზე წასვლა რატო გახდა საჭირო? როცა გამოჩნდა პირველად ტანკები თბილისში და ანუ საშიშროება გაჩნდა, მე მივიღეთ ესეთი გადაწყვეტილება, რომ დღე ყოფილიყავით ისევ სადაც ვიყავით და ღამე სადღაც 12-ის მერე გადავსულიყავით ყველანი და ერთად შევკრებილიყავით რუსთაველზე და ესე კონდა ასე ვთქვათ მსვლელობები. მანამდე სანამ რუსთაველზე გადავდიოდით აი ამ სამედიცინოზე, რომ მთელი ღამე რა უნდა აკეთო, ხო? და დავდიოდით, ვესტუმრებოდით ეს პუშკინის ინსტიტუტის წინ ყოფილ სამედიცინოზე აკეთ. ანუ ერთმანეთში ისეთი ცოცხალი ღამე იყო თბილისში იმ დღეებში და ნუ განსაკუთრებით როცა ეს ტანკები გამოჩნდა, ყველანი რომ მივდიოდით რუსთაველზეც განაწილებული ჰქონდა ადგილები, მაგალითად უნივერსიტეტის შემადგენლობას კინო რუსთაველთან ჰქონდა ჩვენი ლოკაცია. იმ გათვლით, რომ თუ შემოგვიტევდნენ თავისუფლების მოედნიდან, ჩვენ ვიყავით, ასე ვთქვათ, ამ დამცველები, ამ ფლანგის, ხო და 8-ში ღამე წავიდა ჩვენი შემადგენლობა, მე და ბაიამ, ჩემმა მეგობარმა ცოცხები გქონდა მომარაგებული და დავგავეთ უნივერსიტეტის კიბეები. მოვაწესრიგეთ იმ განცდით, რომ ხვალ რომ მოვალთ, სუფთად დაგხვდეს აქ ყველაფერი და ესე გავუყევით ჩვეულებრივად რუსთაველს. ტანკები გამოჩენდნენ იმ დღეს ჯერ სანაპიროზე და უკვე დადიოდა ხმები, რა თქმა უნდა, რომ რაღაც შეიძლება მოხდეს, ეს მოლოდინი ჩვენც გქონდა, ტელევიზიით გამოდიოდა ხალხი და გვაფრთხილებდა, რომ დაიშალეთ და ეს უნდა რაღაცა პროვოკაცია და პროპაგანდაც იყო, გულწრფელი ადამიანებიც გამოდიოდნენ და სხვათა შორის ძალიან საინტერესო იქნება ანალიზი, ალბათ ნელ-ნელა მოხდება ამისი ეს გამოსვლები, სადღაც იქნება ალბათ, რომ აი რა ტექსტები ითქმებოდა, როგორი იყო ეს ნარატივები მაშინ. და მიუხედავად იმისა, რომ საფრთხის განცდა და მოლოდინი იყო, ჩვენ ასეთ მასშტაბს და ასეთ სისასტიკეს, რა თქმა უნდა, არ ველოდით და შეიძლება ითქვას, რომ აი ის რბევა მე უფრო მახსოვს მერე შემდგომში კადრებიდან, ვიდრე იმ წუთში მივხვდით ჩვენ, იმიტომ რომ ყველა მხრიდან აი ღამე რო დავდიოდით, ხედავდით ავტობუსები სად იყვნენ, პირველად გამოჩნდნენ აი ეს ძალიან მძიმე აღჭურვილობით მანქანებში იყვნენ ეს ჯარისკაცები განლაგებული და პრაქტიკულად ზედა მხრიდან და ძირითადი ფლანგი წამოვიდა რუსთაველის თეატრის მხრიდან და აქეთ ამ მხარეს ნაკადიც მოგვაწვა და ქვემოთ აღმოჩნდით მალევე ჩვენ და ვინც მოასწრო ჩამოსვლა, ამიტომ ეს ცენტრში რა ხდებოდა პრაქტიკულად ჩვენ კარგად არ ვიცოდით და მაშინ ხა ტელეფონები ხო ესეთი არ იყო და ქალაქის ტელეფონები სულ გაითიშა, სახლებში გავიქეცით, ვიღაცას დააბარა რომ ცოცხალი ვარ, რაღაცის და ჩვენი ინსტინქტი იყო რომ უნივერსიტეტთან ვიკრიბებოდით ისე. და მეორე დილაც გამთენი ისას აი ბინდბუნდი იყო, რომ უნივერსიტეტთან მოვიკრიბეთ და უნივერსიტეტის ეზოში ტანკები იყო პირველ და მეორე კორპუსს შორისაც, პირველი კორპუსის აი ეს მთავარი საფლავებიანი ეზო, სადაც არის სულ ტანკებით იყო სავსე იქ და იქ ახლოსაც ჩვენ უკვე აღარ გვიშვებდნენ და აი იქ
წამოვიდა პირველი ინფორმაციები, რომ ხალხია დახოცილი, რომ ამდენი ხალხია დახოცილი, მერე გაზვიადება ამის, რომ მტკვარში გადაყარეს ხალხი და რაღაც მერე გაჩნდა სიები, რაღაცა საოცარი რაოდენობის სიები, დაღუპული ადამიანების. თითქოს მერე ამ სიებით დავდიოდით ჩვენ და ვეძებდით ხალხს და იმდენად ცხადი გახდა, რომ ეს იყო კგბ-სგან შემოგდებული სიები, იმიტომ რომ რაღაც ოჯახებში მივდიოდით და აღმოჩნდებოდა, რომ ან პატიმარი იყო ეს ადამიანი, ან ფსიქიატრიული პაციენტი, ან აი რაღაც ესეთი კატეგორია სპეციალურად შედგენილი რაღაცა სიები იყო, რომლებსაც გვიგდებდნენ. სულ მიკვირს, სულ კითხულობ მაგას და ალბათო დაზაფხვისთვის ესეთი შიში დასადგურებულიყო, რომ საერთოდ ეხაც რაც ხდება ალბათ, რა ვიცი. ხო, სხვათა შორის უნდა მეკითხა, რომ აი რა მსგავსებებს ხედავთ თქო მაშინდელ დროსა და ჩვენს დღევანდელობას შორის თქო. ხო, ეს დაშინების ელემენტი ყველა ავტორიტარულ რეჟიმს შემოაქვს იმისთვის, რომ წინააღმდეგობა დაძლიოს, გატეხოს. ის შიშიც რაღაცა ეტაპზე იმ შიშებს ძლევს ადამიანს. ცხადია, მაგრამ რაღაც სხვანაირ ბრაში გადადის, ხო? ბრაში გადადის, მეტმოტივაციაში გადადის, შიშს ძლევდა ეს რაღაცა სხვა ემოციას აჩენს ადამიანებში და რა თქმა უნდა, ახლა თავისუფლებისთვის ბრძოლა სწორედ ასეა და ეს გარკვეულწილად შეიძლება ითქვას საწვავიც არის მისი თავისუფლებისთვის ბრძოლისა. ეხლა რთულ და უცნაურ ეტაპზე ვართ. ასე თუ ისე რაღაცნაირად დამოუკიდებელი საქართველო, თავისუფალი საქართველო შედგა ბევრი პრობლემით, ბევრი უკუღმართობით შეიძლება ითქვას და ხელისუფლების ბევრი დანაშაული, ხელისუფლებების ბევრი გადაცდომებით, დანაშაულებებით, მაგრამ შედგა მაინც ქვეყანა, რომელიც რაღაცა ევროპულ რელსებზე დადგა, ეს გინდა იმისთვის, გჭირდება იმისთვის, რომ ევროპული ყაიდის სახელმწიფო შეიქმნა, სადაც კეთილდღეობაც არის, უსაფრთხოებაც არის, ადამიანის უფლებებიც დაცულია, განათლებაც შეგიძლია მიიღო, თავსაც უშველო ჯანმრთელობის დაცვაც კონდეს და ხვალინდელი დღის არ გეშინოდეს. არც ვინმეს თავდასხმის გეშინოდეს და იყო წელში გამართული ქვეყანა და რაღაცნაირად მსოფლიოს დანარჩენ სამყაროს აცნობდე შენს თავს პოზიტიურად, ხო? და ეს ყველაფერი ჩვენ შემოგვიტრიალდა უმძიმესად. ძალიან მძიმე პერიოდს გავდივართ და მე რა თქმა უნდა მენანება ჩვენი წინათაობების ნაბრძოლი, ჩვენი თაობის ნაბრძოლი, ჩვენი შემდგომი თაობის ნაბრძოლი, მენანება კი არა, რავი, წარმოუდგენელია, რომ ეს ვინმეს შევარჩინოთ და ვინმეს გავატანოთ. უბრალოდ შეცდომები არის რეჟიმი მზაკვარია საკმაოდ, პროპაგანდა მუშაობს ძალიან აქტიურად და რო არ გეგონება ისეთ ადამიანებში მწიფდება რაღაცა უცნაური აზრები და ამოცანა არ არის მარტივი, იმიტომ რომ თან ეს პროპაგანდის ფორმულები უნდა როგორღაც დაამსხვრიო და ეჭვი გაუჩინო ადამიანებს, რომლებიც დაბომბეს შეიძლება ითქვას ამ მიმართულებით და დაარწმუნო საზოგადოება, რომ ეს ყველაფერი უკეთესი საქართველოსთვის უნდა მოხდეს და თითოეული ჩვენგანისთვის ხდება და არ შეიძლება უერთგულო რეჟიმს ან არ ებრძოლო, აიტანო, შეეგუო, რომელიც მხოლოდ საკუთარი გამდიდრებისთვის ფიქრობს და მხოლოდ ამაზე აქვს აწყობილი. დღეს სახელმწიფო ინტერესი არის ბიძინა ივანიშვილის ინტერესი. და სად არის რა ვიცი, ამდენი ნაბრძოლი გინდა რაც ვახსენეთ, 9 აპრილი ვახსენეთ, თუ 24 წლის აჯანყება ვახსენეთ, თუ ის საოცარი 3 წელი, რომელმაც საქართველოს რეალური სახე შექმნა, თუ მერაბ კოსტავა, თუ ზვიად გამსახურდია, თუ ზურა ჭავჭავაძე, თუ გია რა ვინ რომელი ერთი ვთქვათ, რომ ამ ხალხმა აკაკი ბაქრაძე იბრძოლა, ძალიან ბევრი იბრძოლა და ეხლა ისეთი წარმოუდგენელია, რომ აი ამ ჯოჯოობამ რაღაცნაირად ეს ყველაფერი შთანთქას
ფიქრი, აი პოლიტიკა ძალიან დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს და ხშირად ადამიანებს ქართველ პოლიტიკოსებზე მაქლა საუბარი უწევთ ძალიან ბევრ რაღაცაზე უარის თქმა. იმ ადამიანურ რაღაცებზე, აი ბევრ ემოციაზე ვთქვათ რაღაცა, აი ძალიან ბევრ ამაზე ადამიანები, პოლიტიკოსები, ქართველი პოლიტიკოსები ამბობენ უარს. ხომ არ ყოფილა ისეთი პერიოდი, რომ გინანიათ, რომ ეს გზა აირჩიეთ? არა, ნამდვილად არა, იმიტომ რომ როცა მარგველაშვილის მრჩევლობიდან წამოვედი, ვფიქრობდი, რომ უკვე ესე პარტიულ პოლიტიკურ ცხოვრებას აღარ გავაგრძელებდი და მთლიანად რაღაც საგანმანათლებლო სფეროში წავიდოდი, მაგრამ მაშინ წამომეწია მე სწორედ რაღაცა ეს ამბები და ჩვენ მემარჯვენეები გავხდით ლელოს დამფუძნებლები და შემადგენლობაში და შეიძლება ითქვას დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ბრძოლა ამ ბრძოლებს შორის, ხო, რაც მანამდე გამომივლია ჩემი სტუდენტობის პერიოდში თუ მე ამ მემარჯვენეების პერიოდში, სადაც 19 წელი ვიბრძოდით და ეხლა ისევ ვიბრძვით და რომ ვფიქრობ ხოლმე, რომ ვთქვათ, არ გადამეთქვა ეს ჩემი სიტყვა და აი სად უნდა წავსულიყავი, როგორ უნდა გავჩერებულიყავი, ან რაზედაც მე უნდა ველაპარაკო ახალგაზრდებს, რა უნდა ველაპარაკო, იქ რა უნდა უთხრა, რომ არ გამოვიდა და ერთმშვენიერ დღეს ხელი ჩავიქნიე და ეხლა თქვენთან მოვედი. არ გამოდის ასე ცხოვრება, ვიღაცებისთვის არ გამოდის, შეიძლება ვიღაცებისთვის გამოდის და აი ასე, რა ვიცი. მიდის წლები, 10 წლეულები და რაღაცა მომენტში ძალიან გამიჭირდა იმის აღქმა, რომ რასაც შენ მთელი შენი შეგნებული ცხოვრება და აბსოლუტურად გააზრებულად მიუძღვენი, ეს გადაგიხაზა ვიღაცამ და აბსოლუტურად უმნიშვნელოდ ჩათვალა და მარტო მე არა ხო მთელი თაობების და ამიტომ ძალიან მძიმეა ემოციურადაც, ფსიქოლოგიურად, ფიზიკურადაც, მაგრამ რა ვიცი. ეს ბრძოლაა და ბრძოლაში ან უნდა დაეცე და ან უნდა გაიმარჯო ასე. ხოდა მე გამარჯვებას გისურვებთ და ვუსურვებ მთელ საქართველოს ამ ბრძოლაში გამარჯვებას და მგონია რომ ბოლოს მაინც ჩვენ გავიმარჯვებთ. დიდი მადლობა წარმატებები თქვენ. დიდი მადლობა.